გამარჯობა გაბდოლობა. ისო კინოს გასაუსტლოდეს უკან თორსა გამოპატილეს და შემოყვანს. ეს არის არხი უმრავლესობა, რომლის ეთერშიც მე ყოველთვის გავუძღვები გადაცემას Hard Talk-ი ნიკა კაციასთან ერთად. გახლავართ ჟურნალისტი და ვაპირებ გესაუბროთ ისეთ თემებზე, რომელზეც ამ დრომდე არასდროს და არსად მისაუბრია. აქვე შეგახსენებთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი უმრავლესობა და გითხრათ ისიც და ბევრჯერ გავიმეორო, რომ ამაყი ვარ იმის გამო, რომ წარმოვადგენ უმრავლესობას და თემებს, რომელსაც ავარჩევ ხოლმე, იქნება ზუსტად ისეთი და იმ სფეროდან, რომელშიც რეალურად ყოველდღიურად ვარ და გვიწევს დისკუსია, გვიწევს ხარეკამათი და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამა თუ იმ ადამიანებზე ან შესაძლოა კონკრეტულ ადამიანზეც. ეს არ არის მინიშნება, პირდაპირ გეტყვით, დღევანდელი საუბრის თემა არის სწორედ ისეთი გავრცელებული თემები, რომელზეც ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობა, არიან მორალისტები, არიან პირიქით და ეს ხდება იმ ფლანგზეც, სადაც დღეს ვიბრძვით საქართველოს კეთილდღეობისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ შორისაც არის ხანდახან განხეთქილებაც, ხანდახან ჩხუბობთ, ხანდახან ვიბუტებით და ასე და ასე შემდეგ. მარტივად გეტყვით, რომ მიგახვედროთ უზებ რა ხდება და რაც შეეხება დღევანდელი საუბარი ამ გადაცემაში, ალბათ გახსოვთ ყველას Daily Monaco-s მიერ გავრცელებული კადრები, როდესაც მართველი გუნდიდან ერთ-ერთი წევრი ერთობოდა, ღამის ცხოვრების ამსახველი კადრები იყო და გავრცელდა და მოკლედ ეს იყო გავლენიანი გამოცემა, რომელიც ამაზე ბევრს საუბრობდა. მეორე მხრივ იყო სამიტი, სამუშაო შეხვედრა მელანია ტრამპთან, სადაც გვახსოვს, რომ აი ატყდა ერთი დაინგრა სოციალურ ქსელი იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ლედი გამოვიდა, როგორ შეგვარცხინა, რატო წაიკითხა, ვერ წაიკითხა, ისე თქვა, თუ ვერ თქვა, თუ ასე და ასე შემდეგ და აქაც მივადექით მორალს. თუ როგორი უნდა იყოს მორალის ზოგადად კონტურები, მორალის საზღვრები, რაზე უნდა ვისაუბროთ, რაზეში უნდა მივბაძოთ ერთმანეთს, ან არ მივბაძოთ, ამაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც სხვათა შორის სულ ცოტა ხნის წინ და არ არის დიდი დრო გასული, თავად თქვა, რომ მე განქოცდიო. იყო ასეთი ფრაზა, მე მახსოვს, მაშინ ტყვეობაში ვიმყოფებოდი და ამიტომ სიამაყით პატივისცემით მინდა წარმოგიდგინოთ მომღერალი, სხვადასხვა დროს ტელეწამყვანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ დროს ბორდის წევრი, უამრავი მუსიკალური პროექტის ავტორი და ამავდროულად წამყვანი ამ პროექტების ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც დღევანდელი გადაცემის სტუმარია. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და ვისაუბრეთ, ფიქრობ, ძალიან საინტერესო თემაზე. მოგესალმები, ნიკა, მიხარია, რომ ვარ თქვენი სტუმარი და საუბრობთ მართლა ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, იმედია ვისაუბრებთ, იმედია ვიქნებით გულწრფელები, გულახდილები, იმიტომ რომ ეს ახლა მეგონი ძალიან გვჭირდება. აი ხო ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის არაფრისკენ ლაპარაკი და მე იმედი მაქვს, რომ თქვენი ეს გადაცემა იქნება სწორედ რაღაც მიზნისკენ მიმართული, რომ რაღაცა გამოიკვეთოს და უბრალოდ ვილაპარაკოთ. სურვილი არის ასეთი, რომ თქვათ, ის რაც რეალურად არის და რაც რეალურად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ლაპარაკისთვის, ლანძღვის, რაღაცა შეურაცხყოფის მიყენება, ეს უკვე ესეთი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომ მე მაგალითად ამაზე ძალიან ვღელა. კი ბატონო და მადლობა უნდა გითხრათ იმისთვისაც, რომ აი ესეთი ფორმატის, აი ეს მცხარე დისკუსიის თუ კამათის თუ პოლემიკის ფორმატში თქვენ არ გქონიათ არც ერთი კითხვა, მათ შორის არ შეგითანხმებიათ არც ერთი თემა და მე ძალიან მომწონს. პირველ რიგში აი მე ჩამოვთვალე, ვახსენე ორი კონკრეტული თემა, რომელთან დაკავშირებითაც აი სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა იყო. მეც ვიყავ ჩართული. პირველი იყო Daily Monaco-s მიერ გავრცელებული, ჩავასწორებ კადრები, სადაც ასახულია როგორ ერთობა ღამის ცხოვრებით უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მართველი გუნდის წარმომადგენელი ირაკლი ზარქვა და მეორე ესეთი ამბავი, ერთ-ერთი ახალი, ასეთი ბევრი არის ხოლმე, მით უმეტეს ქართული ოცნების პირობებში, რომელსაც მე რუსულს უწოდებ, მაქვს ამის უფლება და აი რაღაც სულ არის კამათი. მე აუხდენელს. იყოს აუხდენელიც. მე მაინტერესებს აი პირველი მინდა გითხოთ აბსოლუტურად ადამიანურად, აი რამდენად ხარ ჩართული თქვენ, აი რამდენად სკროლავთ. კი, ძალიან ჩართული ვარ, ორივე ეს ფაქტი ვიცი. მოდი პირველი საერთოდ კომენტარով დავტოვოთ, იმიტომ რომ არ არის ეს ჩემი თემა და სულ არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, ნამდვილად არ ვარგა, არავის ის არ შეიძლება მოეწონოს, მე მგონი თვითონ იმ ფიგურანტსაც ვინც იქ არის და ალბათ მე პერსონებზე სასაუბროთ ნამდვილად არ მომიწევ. ყოველთვის უფრო სიღრმეში მინდა შევიდეთ, კი ბატონო. სიღრმეში სხვანაირადაც შეიძლება შევიდეთ, იცით? ახლა თავისუფალ დროს ვისაც როგორ უნდა ის ერთობოდეს, აი ჩვენი მიზანი ეგ არის, ხო, მივახციოთ სახელმწიფოს, სადაც ყველა გააკეთებს, თუ კანონს არ დაარღვევს იმას, რაც უნდა, ხო? ეს მისი პირადი არჩევანია მორალის, თვალსაზრისით, მისი მრწამსის, მისი აღზრდის, მისი კულტურის და ცდილობის. მაგრამ როდესაც ეს არის საჯარო პირი, როდესაც ეს არის მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენელი, მეტი პასუხისმგებლობა. და ვთქვათ ობიექტურობისთვის, რომ გართობის უფლება აქვს. მაგრამ აი დასავლეთი მაგიტო არ მოგწონს ნიკა? ნუ ყველას აქვს იმის, აი აქვე მინდა ვთქვა, ეს უარი რაღაცა ხატის შექმნილი, რომ ღმერთო დასავლეთში ჩვენ ბავშვებს გადააკეთებენ, დააძალებენ, კაცებს
რაღაცებს გაათხოვებენ ქალებს, ცოლებსაც რაღაცა უბედურებენ. ეს ხო სისულელე. იქ სწორედ იმიტომ მოგვწევ, იქ არის არჩევანის თავისუფლება. არავინ არ გაძალებს, არც ასეთი იყო, არც ისეთი იყო. როგორიც ხარ იყავიო, გეუბნები, რომ სხვას ხელს ნუ შეუშლი. აი შესავალ ნაწილში საგანგებოდ არ თქვი სიტყვა, აი ეს მორალისტები ვახსენე, მაგრამ სიღრმეში არ წავსულვარ. უსამშობლოები, სატანისტები, არც ბევრი რაღაც მოგიფიქრე. კი ბატონო, აი ნახეთ რა მინდა კითხოთ. ჯერ მაინტერესებს ისე, აი მართლა აბსოლუტურად ცნობის მოყარეობით, აი როცა სკროლავთ და აი რა ჟანრის ვიდეოზე შეიძლება რომ გაეცინოს ირმა სოხაძეს. აი უყურებს და აი რამდენადაც გულწრფელად შეგიძლიათ მითხრათ. მითხრა გულწრფელად, ერთი წელი გული მისკდებოდა. მე ვზრუნვე. ეხლა ყველაფერზე ვიცი, იმიტომ რომ აი მართლა რაღაცა უკვე ტრაგი აღარ არის. ეს არის მართლა ძალიან კომიკურია. ვერ გავიგე საერთოდ რა ჟანრში ვარ, გროტესკია ეს, აბსურდია. პირველი ლედის სპიჩზე უფრო მეტად გაგეცინათ თუ იცი რა, პირველი ლედის სპიჩზე მე მაგოჯახს ვიცნობ ჯერ ერთი და სხვა რეაქცია მქონდა. უბრალოდ აი როგორ გითხრა, თანაგრძნობის და ნუ მოუვიდა ეს ამბავი. მე ერთ რამეს ვიტყვი. ეს ლანძღვა და ბულინგი რა თქმა უნდა აუტანელი იყო და შეუძლებელი, არ შეიძლება ადამიანს ასე მოექცე. იმიტომ რომ ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა, ხო? მისი მეუღლე არის პრეზიდენტი და რაკნას თამარმა ხო არის პირველი ლედი. დაპატიჟეს წავიდა, უთხრეს ინგლისურად უნდა წაიკითხო, წაიკითხა. ნუ იქ რაღაცა არ გამოვიდა. მე უფრო იმათ ვუსაყვედურებ, ვინც დაიცვა თამარი. ეს იყო ძალიან ნუ აი როგორ გითხრათ, როგორ მეფეა და მისი ფეხის ნაბანი წყალი უნდა რას ნიშნავს ეს, ვინ არის მეფე, რატონა დავლიო. აი ეს შეურაცხყოფები უფრო მეწყინა მე, ისიც რა თქმა უნდა თამარს რაც აქეთ ამხარემ შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ეს საერთოდ გაუგებარი იყო, გადასარევად წაიკითხა. მე უბრალოდ ვერ ხვდები, არ ვაკრიტიკებ თამარს, ზოგადად კითხვა. ცუდზე თუ არ თქვით ცუდი. როგორ თქვათ, აბა რომ კარგად რო ვიღაცა გამოვა, ისიც კარგია, ესეც კარგია? ანდა ეს თუ კარგი იყო, რა ვიცი, მესამე კლასში ხა ბევრსა აქ რუსული სანამ ისწავლებოდა სკოლებში, მაიაკოვსკი შტაკოე ხარაშო, შტაკოე პლოხა. ისაც არა. მესმის კარგად. წაიკითხოს, გადასარევი ლექსია. არის რაღაცებიც კარგია, არის რაღაცებიც ცუდია და არ გვინდა რა არც გაშავება და არც გათეთრება. მოხდა ეს ბატონო, წავიდეთ, გავიაროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება, შეიძლება. რაც ყველაზე მთავარია და მე მოხიბლული ვარ ამით, როგორც თქვენ ნაწილში, ჩემ ნაწილშიც და ამ დიალოგის დროს არ ვარ შეზღუდული თავისუფლებაში და შეიძლება ითქვას, რომ საზღვრები უსაზღვროა. აი პირველად, როდესაც ამ თემაზე დავიწყე მუშაობა და საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, აი რა რომელ მხარეს ვარ დაუშვათ, რომელიც მორალისტია, რომელიც საკრიტიკებს, რომელსაც ეცინება ცოტა თუ ბევრი. პასუხი მქონდა ასეთ საკუთარ თავთან, რომ ეს რომ იყოს ქვეყანა, სადაც დაუშვათ, ყველაფერი დაალაგებულია, დაბალანსებულია, მაშინ ცოტა სხვა ხედვა მაქვს, მაგრამ ნახეთ იმ ფონზე, როცა გვიწესებენ ოჯახის სიწმინდის დღეს, ოჯახურ ღირებულებებზე გვესაუბრებიან მუდმივად. აი ნახეთ, აი ასე მინდა დავსვა კითხვა, ამის ფონზე მე თუ ავიღე ვიდეო, დაუშვათ, რომელიც Daily Monocle გაავრცელა და არა რომელიმე ქართველმა, ან დავუშვათ, ვისაუბრე იმაზე, რომ როცა წარადგენ ქვეყანას და ქვეყნის სახელით მიდიხარ, ცოტა ტექსტის დამახსოვრება შეიძლება, თემაზე მომზადება შეიძლება და რატომ ბრალდება? ანუ მე ბოროტი ვარ ამ დროს? არა, ბოროტი არა ხარ, მაგრამ მე მოგელეთ არ გავავრცელებ, არ ავიღებ, არ მაინტერესებს. ეხლა ჩემ ზოლში ამას არ დავდებ რატომღაც გესმის, იმიტომ რომ ის კანონიც ფარისევლობაა, მე რომ გითხოთ და მიუღებლობა, რომ ჩვენ ვართ რაც ვართ და ოჯახის სიწმინდე და ნუ იმის ფონზე ეხლა ისე წეგან რომ კითხე გეცილება თუ ბრაზდებიო, ხა სიმწრის სიცილი მაქვს, რომ რა უბედურებაა კაცო ეს. ამას როგორ გავავრცელებ, არ მაინტერესებს. აი, ქალბატონო ირმა, თვითმიზანი არ არის, რა თქმა უნდა, ჩაძიება, უბრალოდ თემა ითხოვს, რომ დავსვათ ასეთი კითხვა. ნუ ვერიდება, იმის ფონზე, როცა მაგალითად აი ვიცით, რომ ოკმელას არ უნახავს თავისშვილი ამდენი ხანი. იქით არის დავუშვათ ანდრო ჭიჭინაძის დედა. რომელი ერთი ხა მაგაზე თუ ლაპარაკებ, ჩვენ არ წავიდე დღეს აქედან. კი ბატონო. აი ამის ფონზე, იმიტომ რომ ეს ხوار არის რაღაც ერთი კომპონენტი, რომ უბრალოდ მე ვიღაცის ვიდეო არ გამიზიარებია, უბრალოდ არც ერთი და არც მეორე, მაგრამ ნამდვილად გამეცინა და არ უმალავ. და ცოტა ვიღლიცინე ხე მეგობრებს გავუგზავნე. მართლა მაინტერესებს, აი მე როგორც ადამიანი ახლა მარტო საკუთარ თავზე ხარ ვლაპარაკობ, ბევრი ალბათ ჩემსავით, თქვენსავით, ზოგი ისე ფიქრობ, ზოგი ასე, არც ეს არის პრობლემა. რეალურად აი ამის ფონზე, აი ამდენი უბედურების და ვხედავთ, რომ ყველაფერზე წამსვლელია ეს გუნდი. მაინც ჩვენ უნდა ვზიდოთ ეს თამასა, აი მორალის უმაღლესი სტანდარტი, მხოლოდ ჩვენ აი ბალანსი სად უნდა ვიპოვოთ? კაი კითხვა და რთული, იცი რას გეტყვი? მორალი უნდა ეძიოს და იმ უნდა ზდიოს მორალს, ვისაც ააქეს მორალი, ხო? ახლა დაცლილ მორალისგან ადამიანებს, არავის არ ვაყენებ კონკრეტულად შეურაცხყოფას, აი თუ გინდა ნახეთ ჩემი გვერდი, ერთი სულელიც არავისთვის მიწოდებია და გაუნათლებელიც არა, პირდაპირ არასოდეს არაფერს არ უწევენ, ეს ეპითეტები არ მიყვარს, ლანძღვა მithumedes და გინება ხო საერთოდ. მაგრამ, ნუ, როცა ხედავ, რომ შენ ოპონენტს მართლა აღარ აქვს
საღი აზრი აღარ აქვს, რომელ მორალზე ვლაპარაკობთ, ნიკა. უბრალოდ აღარ ესმის, რომ აი ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს შენთვისვე, როცა ხარ მართველი ძალა, არის ძალიან დამაზიანებელი, ძალიან კონტრპროდუქტიული, ძალიან ცუდი, იმიტომ შენ მოსახლეობას, როცა მე თავარი სადგმე რა მაგიცი, დღესაც და ეს 2 წელია უკვე, რაც საერთოდ თქვი, რომ მართლა ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, მაგრამ იმდენი იმეც გაცრუება მივიღე რომ აღარ მინდა ნუ ახლა მართლა რა ნაცები ვარ გიყვარდაო ეხა ისე ნაცი გახდიო ვიღაცებ მიწენ რა შუა ნაცები არ მიყვარდა სწორედ იმიტომ რომ სასტიკი რეჟიმი იყო და ეს იმას არ ნიშნავს რომ შემდეგი რეჟიმის თუ სასტიკი იქნება ეს აპრიორი მიყვარდეს რატომ უნდა მიყვარდეს დაიცალა თქვენთვის მორალისგან აბსოლუტურად კი ძალიან ბევრი რაღაცა მაგრამ ამბობთ რომ მსგავს შემთხვევებზე ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ თუ გვაქვს როდესაც ასეა რომ შენ ის გექცევა როგორც რაღაცა გადასაგდებ ნივთს გეძახის აკაცუკს, გეძახის უცამშობლოს, უპატრონოს, დედებს აგინებს და გესმის, აი მეც კი დამიწერეს, მე ჩემ თავზე რატო ვაპედირებ, იმიტომ რომ რაც ვიცი, მას ვამბობ. ვიღაცემ ტროლები მიწერა, რომ თქვენ რა ის იქეთო გადაბარგდით რა მოგცეს. აი მეტი არა იყოს, მან არაფერი რაც მე ავიღე, რო დავწევ, არავინ არასდროს არ დამიწყებია ელიტა. გესმის, რა გადაბარგება, სად გადავბარგდი? ნაცი გავხდი, არც ნაცი ვარ, არც ქოჩა. ეს ხუმრობას მოუყვები, რა ვიცი, გეხვეწები. ქუჩაში ჩემ მეუღლეს უყვები იმ დროს, უკაცო ამბოლო დროს მე გირდავდიარ ქუჩაში დამდევს ხალხი სურათებს იღებენ. ვიყარ ხარ მეძახიან, მართლა რაღაცა საოცრება ხდება, მე თვითონ მიკვეს. მე ყიდავდივარ მე სულ ყველგან და არც დაცვა მჭირდება და არც რესტორანში შესვლის მეშინია, კიდე ეგეც საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა ძალიან პატივისცემით და თან ყვებიან. და რეზოს უყვები, რომ რეზო იცი როგორ უყვარვარ ხალხს მე. გოგო, ვის უყვარხაროთ, გამაგებინეო. ნაცები 20 წელია ვერ გიტარენო. ახლა უკვე ქოცებსაც ძალიან აღარ უყარხარ და ვინ დაგდებს ვინ გიღებს სურათა. ეს ზუსტად ამ დღეში ვარ. ეთქობა ნორმალური ხალხი, არც ნაცია, არც ქოცია. ეს მინდა მე ადამიანებს გამაგებინო. არც ნაცია, არც ქოცი. მე ვარ პატრიოტი, მე ვარ ქართველი, რომელმაც კარიერის დასაწყისში მქონდა ბევრი საშუალება, რომ სადღაც წავსულიყავი. ნუ რუსეთში ხო ძალიან ამაზე ვიფიქრე, კითხვა უნდა დამესვა თუ არა და მივხვდი რომ არ უნდა დამესვა, იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი ის ადამიანი ხარ, ვისაც ალბათ არ ვიცი 97 თუ 18%-იანი შანსი ქონდა რომ კარიერა მოსკოვში აეწყო და ამ წელში ხო კითხვა არ მაქვს. ერთადერთი აი კაიფქენი რო არ წავედი თქო ეს მეც მგონია რომ ძალიან კარგია, ასე რომ მიყვარს დავამთავრო ეს აზრი, ვინ ვარ მე ვარ ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდობაშიც კი არ გადადგა ეს ნაბიჯი. და ახლა დავიჯერო სიბერეში გავხდები, იძულებული რომ ჩემი ქვეყანა დავტოვო, არსად არ წავალ, ვერ წავალ. და მე არ მინდა ვიყო უბედური ჩემ ქვეყანაში. აი ეს მინდა მე ჩემ ხელისუფლებას უთხრა, რომელიც დღეს ახლა ვიზახოთ ჩვენ დე ფაქტოა თუ აპრიორი, ისა რა ქვია, არ არის თუ არის. რეალურად დე ფაქტო ეგ არის, ხო? იმაზე ვთანხმდებით, რომ ქვეყანა გვიყვარს, მეც და თქვენს. ძალიან და აი ეს მინდა მე უთხრა, რომ ნუ გახადეს თავისი მოსახლეობა უბედური. აი ეს ხალხი მით მე ხელს მიკდებს და დამძებს, ეს არის უმრავლესობა. მე ხო ვარ დღეს უმრავლესობაში. კი ბატონო. მე მგონია რომ ეს ხალხია უმრავლესობა და აქ არის ჩვენი ხსნა და შველა, სწორედ გესმის, რომ უმრავლესობას უნდა კარგი ქვეყანა. 7 წყნარი. თან არ მინდა რომ თემას ავწდეთ და ეს არ არის თემა რომ ტროტუარზე დაჭირ. ტროტუარზე გომისთვის არ დაიჭირო ადამიანი, რომ ციხეში ტყილა ხილოთ არ გაუშვა და კეთებულების გარეშე. ნუ შენთან ამაზე არ ვილაპარაკო, აბა. მე ისიც მინდა მაყურებელს უთხრა, არ ვიცი ხარ რამდენი თემიდან გადავალ, რომ ნიკა არის ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი, იმიტომ რომ ბატონი ზენონ კაცია, ნიკას ბაბუა. ეს არის ის ბევრმა. მეც სანამ გავიგე რომ შენ ის ნიკა ხარ, კაი დრო დამჭირდა, იცი? ცოტა იმიჯმა დაგაბნია. ხო, დამაბნია ნამდვილად და ფანტასტიკური ზენონ კაცია, რომელიც იყო პირველ არხზე 25 წელი სადაც მე ვიმუშავე 27 მოამბის მთავარი რეჟისორი, ტელეფილმებში მთავარი ერთ-ერთი რეჟისორი და ძალიან კარგი ადამიანი. ერთ ფანტასტიკური პიროვნება, თვალწინ მიდგს, იმის შვილიშვილია და აი ესეთი გენები გაქვს ნიკა და რადგან ახსენეთ მე არ დავიწყებდი რა თქმა უნდა საკუთარ თავზე საუბარს და ვამზადებ რომ ძალიან საინტერესო თემას წინასწარ არ ვთქვი კონტურებს, მაგრამ აი თქვენ მითხარით ის ძველი ნიკა რომელიც გახსოვთ და ეს ნიკა დატუებით, ანუ აი რაღაც ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით, რაღაც მნიშვნელოვან თემებთან. ანუ დამოკიდებულება შეგეცვალათ? რო გავიგე რომ ის ნიკა ხარ, არა, მაგრამ სანამ გავიგებდი, ცოტა მეცეჭვის თვალით გიყურებდი, იცი? ხო, აი რატო ტატუ? აი რატო ტატუ? რატ უნდა ამბის ამდენი ტატუ? და აი რა კითხები? როგორ არ წინდება? მე საერთოდ ბიჭებზეც და გოგოებზეც სულბა კითხვა, რომ აი ეხლა მე რო აქ მეხატოს ვარდი. ნუ კაი ერთი დღე, ერთი თვე, ერთი წელი ხო მომწყინდება მე ეს. ერთ საათი ხო არ მიკეთია ყოველ დღე არა? გესმის? მე ცოტა შეშ დედა ჩემმა მითხრა, პატარა გვირილას დავიხატავდი და მე ვთქვი ის შენი ხელია და დაიხატე და ეს ჩემი სახე და აი არავის არ მეკითხები, რატო გაიკეთა, მაგრამ მე ცოტა არ მესმის, ხდები? ხო და აი რა კითხებს იწვევს? აი რა გიტოვებთ? აი რა გინდა? ჩემ მეგობრებს აქვს ზოგიერთს ახლა ჩემ თაობას ნაკლებად, მაგრამ ჩემი შვილების თაობას და ისინი ჩემი მეგობრები არიან.
ბევრი აქვს, ზოგს ცოტა აქვს, აი რას აკეთებთ ამით, რას აჩვენებთ? უფრო მეტად ინტერესია თუ აგრესია? არა, აგრესია არც არა, მაგ არავის მიმართ. აგრესია მაქვს მარტო აგრესიული ადამიანების მიმართ, ისიც ვერ ვხატავ კარგად, იმიტომ რომ არ ვარ ბუნებით აგრესიული ადამიანი. მაგრამ ცოტა უფრო თამამად ვიდრე სხვა შემთხვევაში თუ მორალია და დავუბრუნდეთ თან მორალს. კი ბატონო, მორალს და აი საინტერესო არის ერთი ფაქტორი ხა თბილისი სულ ჭორაობდა, მე სხვათა შორის ის კატეგორია ვარ ადამიანების, ვინც ამბობს, რომ აი კაცი არ ჭორაობს და ხალი კი არ ვამბობ, ჭორაობ ყველგან, სადაც საშუალება მაქვს და ნუ ვერ მოვიტყუები. თურმე სასარგებლო ყოფილა ძალიან და სხვათა შორის წყარო ერთ-ერთი, იმიტომ რომ იგებ მილიონი ამბავს. კი ბატონო. ხო და სოციალური ქსელები როცა არ იყო, მაშინაც ხო ვიცით ახლა ძველი თბილისის ეზოებში აივნიდან აივანზე გადაძახილით იგებდნენ ვიღაცაზე რაღაცას. ეხლა აქ უკვე ჩემი მორალის ამბავია რომ დაუშვათ იქ ვიღაცას წონაზე, ვიღაცის წონაზე არ ვიჭორავო, იმიტომ რომ ეს წითელი ხაზია ვიღაცის შვილზე რაღაც სუდი არ თქვა და ნამდვილად არ მithქვამს არასდროს. ეგ არის უბრალოდ უზრდელობა და კულტურა. მაგრამ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხომ არ არის ერთგვარი აი როცა ჩვენ ვიწყებთ მორალზე საუბარს, აი ნუ მიკითხავ მორალს და ხშირი ფრაზაა, მაგრამ როცა აი რაღაცნაირი პოზა ხო არ არის, აი მდგომარეობა, როცა ჩვენ თითქოს აი ერთი საფეხურით, აი მოვუწოდებთ ამ დროს რა შეგვიძლია ვაკნინებთ, არ ვიცი, აი სწორად მინდა რომ უბარძო. არ ვარ გამასე თუ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეგ არის აბსოლუტურად უშედეგო, იმიტომ რომ ადამიანს რომ უკითხავ მორალს და როდესაც ჩვენ უკვე გახარ კვარცხლბეკზე მისთვის აპრიორი მიუღებელი ხარ. ეს არ ვარ. მე ესეთი პრაქტიკა მაქვს და გამოცდილება ყოველ შემთხვევაში აძრეს ხო შეიძლება ვიღარ ჩემ გოგოები კლასელების თუ მე უნდები რომ შენი გვეშინო და დედებზე მეტად თუ იმიტომ რომ ძალიან მორალისტი ვიყავი ეს არ შეიძლება და ის შეიძლება და ეს თეთრი იყო ის შავი იყო და არ არის ასე ხო ქვეყანა არის ძალიან ფერადი ძალიან მრავალფეროვანი ეს მე რაღაცა რომ გავიზარდე წლებთან ერთად სალომე ჩემი შვილი ძალიან დამეხმარა ბევრი რაღაცის სხვადასხვანაირად გაგებაში და გადააზრებაში და მივხვდი რომ ყველამ უნდა იცხოვროს ისე როგორც მას უნდა თუ ის არ არღვევს თვითონ ჩემ საზღვრებს, ჩემნაირების პირად ცხოვრებაში არ ერება და მე არ მეძახის შეურაცხყოფოდ რაღაცა ეკეთებს, რომელსაც მე არ ვიმსახურებ. ამას ხო აქვს მნიშვნელობა. ის თუ მორალისტია და მე რაღაც დავაშავე, კაი, ნუ ახლა ჯანდაბას მითხრას მე. აი საინტერესო ეპიზოდს შეეხეთ და არ მაქვს უფლება რომ არ გითხოთ. აი როგორ გაუძლო, იმიტომ რომ რეალურად ხო სადეს კოცებმა გაშავებდა, ხო თქვენ ახსენეთ თქვენი შვილი და იყო ძალიან ისეთი ხო, ნუ ახლა გაუძლო ახლა სალომე კი არა მე მქონდა ისეთი შეტევა რომ გეუბნები. არა, რასაკვირველია ხა, ჩემთვის მაშინ მithobდეს ძალიან სანერვიულო იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე სხვა პოზიციაზე ვიყავი აბსოლუტურად. აი ფიქრობ, იყო დაუშვათ თქვენთან ან ზარები, ან დაუშვათ, იმიტომ რომ თქვენ რაღაც მხრივ ხო იყავით ადამიანი, რომელიც, ნუ აი ღიად ამბობდით, რომ რაღაცა მომწონს ეს კურსი, რაღაცა მშვიდობ, რაღაცა აი ამ კალაპოტში და უცებ აი ასეთი მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვასთან შედარებით ამ ეტაპზე დაუშვათ გაგიფრთხილდნენ ჭალებში, არ ვიცი ვის უფრთხილებიან, მაგრამ მე მგონია რომ დედისთვის არ არის ეს მარტივი გადასატანი. არა, გოგონი არც დედისთვის, არც პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ წლების შემდეგ მეც პრინციპში, ნუ სხვა პოზიციაზე ვარ აბსოლუტურად, ხო, მაგრამ ვერ დავაბრალებ ვერავის, რომ ერთი ან ზარი იყო, ან მესიჯი იყო და ან ვიღაცამ რამე ან დამემუქრა, ან გამაფრთხილა, არა, მსგავსი ამფერი არ მომხდარა. ჩემ პირადად ჩემთვის არის ძალიან თავისუფალი ქვეყანა, რო ვთქვა. არავინ არ მეხება, მაგრამ რასაც მე ვხედავ, მარტო შენ ხო არ ახარ. აი ეს მაგიჟებს, იცი, ჩემ თანამემამულეებში, ჩემ მეგობრებს, ზოგჯერ ყოფილ მეგობრებში, აი ესეც უნდა ვთქვა დიდი გულის ტკივილით. მასაც მინდა რომ მეგობრები როგორ დაკარგე. მეგობარი ერთად გატარებული წლებია, ნიკა, არა. მეგობარი არის ერთიანი რაღაცა ფასეულობების სისტემა, ერთი ბევრი ასეთი ხალხი. მე რომ მომწონს დაუშვათ რაღაცა, იმას რომ არ მოწონს, ხა რა, ტატურ მე რომ არ მოწონს და იმას მოწონს, ეს არ არის იმის პირობა, რომ ჩვენ ვიჩხუბოთ და აღარ დაველაპარაკოთ. ძირზაგდებულ ბიჭ ჩექმებიან ფეხებს და ქუსლებს, თავში და თვალის ბუდეებში რო ურტყავენ, მე რომ ამაზე გიჟდები და ის არ მინახავს მეუბნება. აბასად რას ლაპარაკობ? მილიციონერი დაჭრეს თუ რაღაც დაწვეს და არ ვიცი, აი რო არ იცის და გული ტკივა კი არა, რომ მატყუებს, რომ თითქოს არაფერი ხდება, ვითომ მაგას ის ჩემ მეგობარი როგორ არის? კარგად იღავით, 1-3-4 წელი როგორ ჩემ მეგობარი დავკარგე. ერთად რო გავიზარდეთ. და გამარჯობას შეიძლება აღარც უთხრა რა შეიძლება. იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო შოკი გესმის, რომ ამ ადამიანს ეს შეძლებია. ის მე თვალებში მიყურებს და მეუნება რომ რას ყვები კაცო, კაი რა. აბა ესო დაწვეს რუსთაველი კარგი იყო?
რა დაწვეს, ვინ დაწვა? საფრანგეთის დარბევები ხო გვინახავს ჩვენ როგორ არბევენ? კი ბატონო, იჭერენ, მაგრამ როგორ წვავენ მართლა და რებს აკეთებენ. ის იყო ჩვენ. ეხლა რაღაცებს იგონებენ, რომ ჩვენ რო ვიდექით ფოთოლი არ ვარდებოდა და ამ მომიტინგებმა თურმე გადაწვეს და გადაბუგეს. ეს ხო ტყუილია, ნიკა, ვისაჯერებენ. კი ბატონო, და თქვენი არაერთი გამოსვლა იყო, როცა თქვენ გასწრაფებული იყავით და მე მახსოვს კარგად, რომ იგივე პიანისტი ბიჭა ეს ფრაზა ყველაზე ხშირად ისმოდა თქვენგან. ამის ფონზე რომელიც უკრავდა მეგონი იატაკზე. მაგით დიაგნოზი არის? ხოცობა. უკაცრავად კამერაში მაგიდები არის? ვერ ვიტყვით, რომ იმას მაგიდა ქვია. ჩემთან რაც იყო. ხოცობა რა მითხარი დიაგნოზია. აი, არის თუ არა დიაგნოზი ამ გადასახედიდან. იცი რა, ეს არ არის, მე მგონია სასიკვდილო დიაგნოზი, იმიტომ რომ მეც ვიყავი ხოცი აგერ, მაგრამ მორჩი. მართლა ძალიან გაფასებთ გულწრფელობის გამო და ძალიან ბევრი მინდა რომ აი ეს გაიაზროს. მე მტერი კი არა ვარ ხოცებს. ეხლა ცეთ რამეს ვიტყვი, შეიძლება რომ არ მოგეწონოს, რა ვიცი, ხო, უმრავლესობამ შეიძლება ჩვენმა ამ გადაცემის ამისთვისაც კარგი სივრცეა, რომ იცოდნენ ადამიანებმა, რომ განსხვავებული აზრების მიუხედავად ქვეყნის სიყვარულის სხვა არის და კამათი უბრალოდ ხო გითხარი წეგან. მე არც დღეს არ ვითხოვ რევოლუციას, გადადგომას, რაღაცა დამხობა, არა ბატონო. ესეც ამორალურია? არა, ამორალური არ არის, ჩემი არ არის, გესმის, აღარ მინდა, ნუ ის ომი რომ ახსოვს და ის როგორ შეიძლება დღეს ნორმალურმა ადამიანმა ისევ ტყვიები და სამოქალაქო ომი ისურვო შენი ქვეყნისთვის გამორიცხული. მე კიდევ მაქვს იმედი, რომ ცოტა მიხდება ეს ხელისუფლება, რომ შენს ხალხს ასე არ შეიძლება მოექცე. შენ ხალხს ასე არ შეიძლება უთხრა, რომ 255 ლარი არის არსებო მინიმუმი და შენ ამბობ 13,000-იან ხელფასზე 2-5 თუ 8,000 კიდე დაიმატო, როცა ხარ პარლამენტარი. არ შეიძლება ნიკა და მე ამის ხარჯზე იძახო რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მეორეზე მე მგონი ეკონომიკური ზრდით და ხალხი მართლა ვერ გაივლი აი აგერ ჩვენ ქუჩაზე გავიაროთ თუ გინდა ბუნკერი არ არის სადაც 2-3 ადამიანი არ არის და ბავშვები მშიერი იძინებენ ყოველი მეოთხე მეხუთე ბავშვი ყოველდღე აი ამის ფონზე გესმის შენ როგორ შეიძლება დღეს იყო ამათი გულხურვალი და ხარ მე მგონი რომ ესენი მიხვდნენ ამას რომ ასე არ შეიძლება მე მეცაც გეტყვი რატო ვიყავ იცი მე ესეთი მართლა გულხურვალი ხოცი იმიტომ რომ მე მომწონდა ამათი დაბალანსებული პოლიტიკა აი როგორ ალაგებენ რუსეთთან არ ლანძღავენ მე განა მინდა რომ რუსეთ ჩვენ ვეომოთ და ლანძღოთ ხო სასაცილოა ხა ჩვენ ერთ დრონი არ აგვაქვს ან იმას გვაბრალებენ კიდე რომ თურმე მოფთხოვეს უკრაინის ომში ჩართვა რომ იარაღი უნდა მიგვეწოდე რა იარაღი უნდა მიგვეწოდებია ეტყობა ესენი რაღაც რა გატკარო ქვია თუ რა ვიცი რა მიგვეწოდები გესმის ხო და ამიტომ სად გჯერათ ამ ნაწილში არა, აღარ მჯერა, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ იქნებ მოვიდნენ აზრზე, რომ ადამიანებს ადამიანურად დაელაპარაკონ. მხოლოდ აი ამ ადამიანურ ნაწილში. არა, რატო ეს მხოლოდ არის, რომ გამოუშვან უმიზეზოდ დაჭერილი ბიჭები, რომ მათ არ უზახონ უსამშობლოები, პატრიოტ ახალგაზრდა, ჯამრთელ, წესიერ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი არ დაუშავებენ. კიდე ერთი მაქვს სათქმელი. ბრძანეთ. მიზეზი არ არის მთავარი. რატო გამოვარდა ეს ხალხი? რატო გაგიჟდნენ უცებ 28 ნოემბერს ჩემ დაბადების დღეს სხვათა შორის. ღამე დისაჩქარი მივიღე ყობახიდისგან, გამოცივდა ამდენი ადამიანი, იცი რა 100,000 კაცს რომ გამოაგდებ ქუჩაში გაგიჟებულს ისეთ რაღაცას რომ იტყვი. ის მერე ზოგი პეტარდას ისვრის, ზოგი ცეცხლს ისვრის, ზოგი ქვას ისვრის, ზოგი ცხვირს აყვეს და ზოგი ფოტოს. ვისაც რა მოხდება ხელში უკვე. ჭკუ აღარ მოეკითხება მასას, რომელიც არის ეგზალტირებული საშილად შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული არ არის ასე ნიკა ეს მასის ფსიქოლოგია ელემენტარული საკუთარი ისტორიიდან გამომდინარე აი იმდენად წარმოუდგენელი აი აბსურდსაც ხო გავაჩნია დაუშვათ რაღაც შემთხვევაში თუმცა ვცდილობ რომ ამ შემთხვევაში კითხვას რო ვსვამ რაღაც გავიხსენო ვინ რა იკითხა როდის იკითხა რა ფორმით იკითხა და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს დიალოგი რომ რაღაცნაირად აი ყველა ადამიანმა მოდით ასე ვთქვათ რადგან ჩვენ გვაქვს ეს ფუფუნება რომ დავსვათ კითხვები უპასუხოთ თქვენს ჩემ მომხობით აბსოლუტურად თავისუფლად აი რა კონტურები უნდა იყოს მაშინ როცა აი როგორ გითხრათ ანუ აი მე ასეთი კვალიფიკაცია მივეცი დედებს წაართვეს შვილები მეთქი შვილებს წაართვეს დედები ოჯახის წევრები და ასე და ასე შემდეგ და თუნდაც საკუთარ თავზე მომისმენია როცა თქვენ გიხსენები ვართ და გითქვამთ რომ რა უნდა ისე მაშინ არ ვიცოდი რომ ზენიშვილი ხარ მაგრამ ძალიან გამიხარ და აი ნახეთ აი რა ნაწილში უნდა ვირწმუნდოთ ან და აი მე ვამბობ რომ ადამიანობას როცა ველოდებით ოღონდ კარგია მე ამ შემთხვევაში თქვენს პიროვნულ თვისებად აი რაღაცნაირად აი ამ შემთხვევაში გეტრფით, როცა ამბობთ, რომ თქვენ იმედი გაქვთ, მაგრამ მე რომ მკითხოთ, მე ამივეც ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არც იქ არ უშვებენ არავის, არც აქეთ რაღაცა სულ უარესი და უარესია. კარდინალურად თუ არ შეიცვალა ყველაფერი ეს იქნება უბედო. ბუდი იცი რა, აი პირველი ხა მე რატო მოვედი კიდე შენთან, რომ რაღაცა შენ რო კითხებს ვისადა პასუხობ ხო, მაგრამ მე თვითონ რა კითხვებიც მაქვს, იმაზეც ვიდა რომ ადამიანებს უპასუხო. დავსვათ ეს კითხვას. იმიტომ რომ ისინი რო სვამენ ამ კითხვებს, მე სულ მინდა იქ ვიყო და რაღაცა ხო ხა იმას ბოლომდე მივიყვან, ტრიგერი რა იყო ამ შემთხვევაში. ესე მომუნდა 100,000
ადამიანს გამოცვიდეთ და დაწვეს რუსთაველი. არ დაუწიათ ჯერ ერთი არაფერი, ნუ იქ შეიძლება ვიღაცას რაღაცა მოხდა. ეს უკვე სტიქიური ის იყო რა ქვია, მოძრაობები ამ ადამიანების, რასაც ვერ გააკონტროლებს. იყო მიზეზიც, საბაბი, შინაარსიც. თავარი ხო მიზეზია, რა იყო ამის გამაღიზიანებელი ტრიგერი? ყობახიძის ტექსტი, რომელიც მე მაჩუქა დაბადების დღეზე, რომ ჩვენ წყვეთ 4 წლით, ბიჭო, რას წყვეთ, რას, რომ თავზე გადგას ის ადამიანი და რო გიკეთებს, მითითებს, მაშინ ვერ აკეთებდა. იმას რო აღარ ელაპარაკები, რისი გამკეთებელი ხო, როსანი ბავშვი, ხო, მასწავლებელი წავიდა და შენ თურმე ამას 5 ანზე ისწავლე, ეს ხო ზღაპარია. იგივე გავრილოვი რატო ჩამოიყვანა, რატო გვაგიჟებს და მე ჩვენ გვაბრალებს. ეს მისთვის აღარ არის თორე საჭირო. ზუსტად იქ რუსული კანონები, მე არ მიყვარს რუსულს რო უძახიან ამ კანონებს, იმიტომ რომ ამაზე წამოგვიკიდეს, რომ ეს არ არის რუსული. ჯერ ერთი იმუშავა ზუსტად როგორც რუსეთში, არა ისე როგორც ამერიკაში და საფრანგეთში, გაიგე? და როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო, შენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი, შენი მოსახლეობის ნახევარი გეხვეწება, გემუდარება, რომ არ გინდა ეს კანონი ამ ეტაპზე. როგორ საფრანგეთმა რომ მიიღო, საფრანგეთსნაირი არც სასამართლო გვაქვს, ხა კი იძახიან რომ და მახსოვს თქვენი კომენტარით რომ გაიწვიეს თითქოს მაშინ მოგეცათ იმედი რომ გაიწვიეს, მე მაშინაც მოვუწოდე იყო სამსახური და ეთერში ვთქვი რომ რა ბედნიერებაა რომ ჯობს გვიანიძე არა, აი თუ არ არის მეთქი ჩვენი ხელისუფლება. აი კიდევ ერთი კონტური ქალბატონი. აი ამ ყველაფრის ფონზე ნახეთ მნიშვნელოვანი ხო თითქოს ესეთი მარტივი სიტყვა გაგვაგიჟეს, მაგრამ მართლა გაგვაგიჟეს. აი ამის ფონზე როცა გაგვაგიჟებენ, ისევ აი რო გადავწდეთ მთავარ თემას, აი მორალი მანდ უკვე სად უნდა შემოვფარგლო, ან როგორ, ან რანაირად. ჩვენ გაგვიჭირდება ამის აი გამაგიჟეს დავუშვათ და მე ვთქვი რომ დამისვეს ერთხელ კითხვა რომ აი რა გინდა რომ რას უპასუხებს წლების მერეო და მე ვთქვი რომ ისეთი ქვეყანა მინდა სადაც კანონი იქნება და უსამართლო წამსაც არ გავატარებ მაგრამ ამის ფონზე ხე მე თუ გავაზიარე ის რომ იქიდან მეძახის რომ უწმინდურო ოჯახს პატივს არ ცემი იმას არ შვები ამას იქ დედა არ ყავს დედას მიგინებ და ამ დროს მე უბრალოდ რომ Daily Monocom გაავრცელა რომ აი ერთობა ადამიანი ვინც მეღირებულებებისკენ მომიწოდებს და ისე მე რანაირად გამოვდივარ ბოროტი აი მართლა მაგდენი არც მათემატიკა ვიცი და თქვენ გამოცდილება დიდი გაქვთ ცხოვრებისა და მითხარით. არც ერთი არითმეტიკით არ გამოდიხარ ისევ შენ ბოროტი. ესმის იმათ რომ უნდათ რომ გამოგიყვანონ. აი ეს მინდა. მე მართლა ახლა ხელისუფლებას კი არ მიმართავ, იმიტომ რომ იმათ თავის საქმე აქვს ეთყობას, ვანაირად ვერ აკეთებენ ან არ შეუძლიათ ან არ ვიცი რაღაცა მიზეზებია, იმიტომ რომ შენ იმ ტოლცესი არ მოსხიპავ რომელზეც ზიხარ. მოდი გავიხსენოთ ის პერიოდი, როცა ეს კანონი მიიღეს და შემოაბრუნეს. ზღაპრის ბოლო კეთილია. კი ბატონო. ფეხბურთი, მთელი ხალხი ჩახუტებული ერთმანეთი უყვართ და არჩევნები მოდის, სადაც გარანტირებული ქონდათ. აი მე დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც მათ ძალიან უნდათ. არა, შემოაგდეს კანონი, ააყირაბეს ქვეყანა და მე რო ვეკითხებოდი, ხა ბევრი მეგობარი მყავდა მაშინ ხო? გეტყვი, კოცებში ხომ მყავდა მეგობარი, ვეკითხე რატო შვებით ამას, ხალხო? აბა იმ შავმა ფულმა აგვაყირაოს, ბიჭო, ეს კანონები რო აგაყირავებენ, ისე ვერცერთი დაფინანსება ვერ აგაყირავებს სოფლიოში. ეს დაფინანსება მოდიოდა აქამდე, ვერ აღყირავდებოდით, ხო? ჟურნალისტური ცნობის მოყოლება მეტი არაფერი, ეს მოკლე ჩართული კითხვა. იმ პერიოდში ხა რომელზეც საუბრობთ, ვინმე ყავდათ ისეთი, ვისაც დაუშვათ აი ესე უფრო ახლო კონტაქტი ჰქონდათ, მე გულისხმობ. ბევრი, ძალიან ბევრი. როგორ არა, ხა მთლად ლიდერშიპში შეიძლება აღარ დაწუხებდი არავის, ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიღაცებთან მქონდა ეს ცნობის მოყარეობის კითხვები და შენ დაწყნარდი. აი ნახე როგორ ავიღებ საკონსტიტუციო უმრავლესობას. 10 კაცმა მიპასუხა. საკონსტიტუციო კი 54 ძლივს აიღეს, ხო? და აი ამაზეა ზუსტად ლაპარაკი. შენ თავს რატომ უნდა გაუკეთო ეს? ეს რუსეთი მიაძინე, მიანელე თუ ის გაძალებს რომ ევროპისკენ არ გაიხედო. რაღაცა ნუ გააჩერებ ესე მოსყიპავ ამტოთ. ამ ჭკუას კი არ ვასწავლე. მე ადამიანებს ვეუნები, ჩემ ექს მეგობრებს, ეხანდელ მეგობრებს და კიდე მომავალ მეგობრებს. ცოტა დაფიქრდით, იქნება მეტნი თუ ვიქნებით მართლა, აი მთელი ქვეყანა და ვთხოვთ ამ ხელისუფლებას, რომ ასე ნუ გვექცევი, თუ გინდა რომ იყო ჩვენი ხელისუფლება, თორე და ნუ გაიქნები, კაცო. ეს რა, დარაშავია. აი რადიკალურად შეცვლილი მოვლენების ფონზე და მთელი მოვლენების ჯაჭვია. როგორ ფიქრობთ, ის თუნდაც აი ხარ რაზეც საუბრობთ, რომ იმ მომენტში ქონდათ რაღაცნაირად აი ფლობდნენ უმრავლესობას. ეს რამდენად ნატურალური ციფრია, ან თავად როგორ ფიქრობთ? გჯერათ ამის რომ ასე იყო. იცი რა, მე არ მიყვარს ლაპარაკი იმაზე, რაც არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ნუ სავარაუდოდ ახლა 4% არ მოიმატებდნენ, ხო? ალბათ ცოტა მეტი დაჭირდათ, რომ 54 მიიღოთ. ახლა ვიღაცები ამას გამოიყენებენ, რომ აი აბრალებ რო გააყალბეს. ცხოვრებაში არ მithქვას, რომ გააყალბეს. ჩვენ ვარაუდები მაქვს, რომ 54-ს როცა იწერ თავრობა, რომელიც ბევრჯერ მატყუებ, ხელისუფლება, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას მეუბნები და მე აღარ აკეთებ. პირდები და არა. ან საშინელებას ამბობ და მე ხვდები, რომ ჯერ ფიქრობ, ჯერ აკეთებ, მე ფიქრობ. რაღაც ისმის. ანუ ეჭვი მაქვს, რომ
ალბათ ცოტა წაიმატეს და ხა 54-ზე მეტი რომ ვერ დაიწერეს. ეს არის თანდათან უახლოვდებით დასასრულს და რა თქმა უნდა ბოლოსაც მინდა რომ დაგითმოთ აუცილებლად ეს ბოლოს სიტყვა რაც გინდათ რომ საზოგადოებას და აქ ამ შემთხვევაში წყალგამყოფს არ ვაკეთებ. ქართველებს რაც გინდათ რომ დაუტოვოთ სათქმელი, უმრავლესობას ბუნებრივია და აი ამდენად მაინც რაღაცნაირად აი ესე მინდა რომ შემაჯამებელიც იყოს ეს ჩემი ბოლო კითხვა. რა არის ის რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს? როცა ვსაუბრობთ მორალზე, როცა ვსაუბრობთ ადამიანის პატივისცემაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში შეიძლება ჩვენ ბევრთან ხვდებოდეთ და არც არის სავალდებულო, ყოველ შემთხვევაში სხვაობა არ გვაძლევს იმ საშუალებას, რომ პირიქით პატივისცემა არსად წასულა და ეს მინდა რომ ყოველთვის დაინახოს ყველამ და ამითაც მინდა რომ იყოს გამორჩეული უმრავლესობის ეთერში. ჩემი გადაცემა hard talk-ი და ვფიქრობ, რომ ამის პრეცედენტი ცოტა ამბიციურია, მაგრამ ამის პრეცედენტს შევქმნით, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის სიყვარული და მისი მომავალია გადამწყვეტი და ალბათ სხვა არაფერი. რა რჩევას მისცემდით საზოგადოებას თუ ხერხული არ იქნება ასე ვიკითხო და მე ვფიქრობ, რომ თქვენ გაქვთ ამის უფლება და ცხოვრებისეულ გამოცდილება გაძლევთ ამის საშუალებას და ნუ რა ვიცი რა ვისაც არ ჯერა ჩემი შეუძლია არ მომისმინოს ვისაც ჯერა მართლა ამბიციურია შეიძლება არავის არ ვარიგებ არავის შუას არ ვასწავლი მაგრამ მე ამ ძალიან ჩეხური მდგომარეობიდან გამოსავალს უკვე ძალიან რთულად ვხედავ მაგრამ ვხედავ შეიძლება გამოსავლის პოვნა თუ ფაქტებს შევაფასებთ რეალისტურად. თუ არ ვიქნებით მართლა რაღაცა აბსურდში, თუ არ ვიქნებით რაღაცა ტრის ხატის ძებნაში, შენ მოსახლეობაში. მე აი ეს ამაქვს ყველაზე დიდი სასაყვედო ამ ხელისუფლებასთან, რომ ჩემგან, შენგან, ჩვეულებრივი წყნარი მშვიდი მოქალაქეებისგან, რომლებსაც სიკეთის მეტი არაფერი გვინდოდა ჩვენი ქვეყნისა, რაც შეგვეძლო ვაკეთებდით, შემდგომი შეგვეძლო და კიდე ვაპირებდი, მე ხა კონცერტებს ვაპირებდი, 70 წლის გავხდი დიდი საიუბილეო კონცერტი, კიდე მინდოდა რაღაცებს კიდე. ამის მაგივრად გამრიყე, გადამაგდე და იმიტომ რომ მე შენი რაღაცა კანონი, რომელიც საფრთხეს შეიცავს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, უძახი, რა ვიცი მე, აგენტს, გამყიდველს, სხვისი ფულის რაღაც, თუ სადმე უკანონო ფულია და ცუდი რაღაც მიზნებისთვის შემოსული, გაიგე რაღაცა, სუკირისთვის არის თუ სუსი თუ ვინც არის, არ ვიცი რა ქვია მაგ ორგანიზაცია. შეუძლიათ გაიგონ და უსაფრთხოების სამსახურები ისთვის არის უშიშროება. რომ ეს გაიგონ, ვინც შემოიტანა დაიჭირა სხვა შემთხვევაში რატომ მირევამ დაწყნარებულ და მშვიდ ცხოვრებას რას მერჩი და ამდენი ფარსი ამდენი ვითომ ფასების დარეგულირება და სამდროში მომატება ამდენი ვითომ რაღაცა კეთილდღეობებზე ლაპარაკი და ბაღების აშენება და თურმე არც ერთის აშენება ხალხო ეს როგორი ასატანია ეს რატომ უნდა მოვითმინოთ ეს როგორ მაგრამ არ გვინდა ჭუბი არ გვინდა ისევ ჩვენ დავთმოთ უმრავლესობამ ისევ ვიპოვოთ არ ვიცის როგორი კონსენსუსის გზები რომ ვაიძულოთ ჩვენი ხელისუფლება სანამ ყავს ეს ხელისუფლება კეთილი ნებოს და იყოს ხელისუფლება გესმის ყველაფრის უფლება კი არა წარმართველი ძალა რომელიც ჩვენ კეთილდღეობაზე იზრუნებს არა ჩვენ გაგიჟებაზე მართლაც და მდგომარეობიდან გამოყვანაზე იმიტომ ეს არ არის ნორმალური რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ მთელი ქვეყანა კი ბატონო, ნამდვილად უმძიმესი ვითარება. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დავიტოვო იმედი, რომ მოვა ის ცხოვრება, სადაც არ ვიცი, თქვენს ახალ პროექტებზე, აბსოლუტურად მუსიკაზე და არაფერზე, სხვა თემაზე არ ვლაპარაკებთ და ოღონდ აი არ კი ბატონო, სიამოვნებით გიმასპინძლებთ და ოღონდ აი არანაირი გადაკრული და ზედმეტი. მართლა არ ვიცი, რას ფიქრობს ის გუნდი, რომლის ასეთი ერთგულიც იყავით, აი თქვენაირ ადამიანს რო დაკარგავს, რომელიც აბსოლუტურად საღად საზღვრავს მოვლენებს და აქცენტებს. და ბოლომდე მინდოდა ყოფილიყავი მათიანი, ნამდვილად. აი არის, მართლა თქვენ არაფერი გაქვთ სანერვიულო, ამას გეუბნებით აბსოლუტურად ადამიანურად, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელსაც არ ვახსენებ. ამიტომ მე მაინც დავიტოვებ იმედს, რომ აი სამომავლოდ უკვე სულ სხვა პროექტში შემოქმედებით სიახლებზე მოგიწევს საუბარი. მადლობა კიდევ ერთხელ. ირმა სოხაძე იყო ჩვენი სტუმარი, ადამიანი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და სხვათა შორის ხაზი უნდა გავუსვა, რომ მისი გულწრფელობის გამო ვფიქრობ, რომ თქვენგანაც იმსახურებს დაფასებას და ბევრჯერ ნახეთ ეს გადაცემა. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ უმრავლესობა, დაელოდეთ ყოველ პარასკევს გადაცემას hard talk-ი, ჩემთან ერთად გახავართ ჟურნალისტი ნიკა კაცია და თვალი ადევნეთ ყველა ვიდეოს, რომელიც დაიდება ჩვენ არხზე და გახსოვდეთ ისიც რომ ამ ეტაპზე თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით შეხვედრამდე.